მოგესალმები. სათნამ მე ვარ მარინა კვატაია აჯან ბაქთიმ გაურ და დღეს მინდა რომ ვისაუბრო მედიტაციაზე. გაგაცნო რა არის მედიტაცია, როგორ მუშაობს ჩვენი გონება და საიდან დავიწყოთ მედიტაციის პროცესი. ანსათის ჩვენ უნდა გავარკვიოთ ერთი მომენტი. მედიტაცია არის ჭირთად დაკავშირებული ჩვენს გონებასთან. იმისათვის რომ ვისწავლოთ მედიტაცია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი გონების, ჩვენი ფიქრების მართვა. ძალიან ხშირად მესმის ადამიანებისგან, შემოსწავლეებისგან, ნაცნობებისგან მე არ შემეძლია მედიტაცია. მედიტაცია ჩემთვის არის რთული პროცესი. მინდა გითხრათ, რომ მედიტაცია შეუძლია ყველას. მედიტაციისთვის არ არის საჭირო რამე განსაკუთრებული ნიჭის ქონა. ყველასთვის შესაძლებელია. და ზუსტად აქედან იწყება პირველი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვფიქრობ, მე არ შემეძლია მედიტაცია. ანუ შენ გაქვს სურვილი, რომ დაიწყო მედიტაცია. დაიწყოთ იქიდან, რომ რა არის ჩვენი გონება, როგორ არის ეს აწყობილი და რატომ ხდება ის, რომ მედიტაციის დროს ძალიან ბევრი ფიქრი იღებს ჩვენს გონებაში. თავს. როდესაც ადამიანი მშვიდდება და მედიტაციის პროცესში ფაქტურად სხეული მშვიდდება, ანუ მთელი ფოკუსი გადადის გონებაზე. და ამ დროს ყველა ფიქრი, რომელსაც შეიძლება მანამდე არც კი შეუწუხები ხარ, ზუსტად ამ მომენტში ჩვენს გონებაში ჩნდება. მაგრამ ეს იმასვლაც არ ნიშნავს, რომ შენ ყველა ეს ფიქრი უნდა გაიაზრო. კარგი იქნება თუ ერთ მომენტს დააფიქსირებ და მიხვდები, რომ შენ არ ხარ შენი ფიქრები, ისე როგორც არ ხარ შენი ემოციები. ის გარკვეული მომენტი უბრალოდ შენს თავს ხდება, მაგრამ ეს შენ არ ხარ. წარმოიდგინე, რომ შენ ზეხარ წყლის ნაპირზე და ხედავ, რომ წყალში როგორ ცვივა ფოთლები. ამ დროს შენ უბრალოდ უყურებ ამ ფოთლებს, როგორ მიცურავენ ისინი მშვიდად წყალზე, მაგრამ წყალში არ ხდები, არ ცურავ და არ ცდილობ, რომ ეს ფოთლები ამოიღო წყლიდან. ზუსტად ასე უნდა ისწავლო დაკვირვება შენს ფიქრებზე. უბრალოდ დააკვირდე მათ და მისცე საშუალება, რომ იმოძრაოთ, რადგანაც თუ კი შენ ფიქრობ, რომ მედიტაციის დროს ფიქრებს გააჩერებ, ეს უბრალოდ შეუძლებელი არის და იმედი უნდა გაგიცრო, რომ მედიტაციის დროს ჩვენ ფიქრებს არ ვაჩერებთ. მაგრამ აკეთებთ რას? ფიქრსა და ფიქრს შორის არის სივრცე. ეს სივრცე თავიდან ძალიან პატარა არის. მას ვერც ვამჩნევთ, მაგრამ როდესაც შენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მედიტირებ და ამისთვის წლები ნამდვილად არ არის საჭირო, აი ეს სივრცე ნელ-ნელა ფიქრებს შორის იზრდება. და ზუსტად ეს არის უკვე დაკვირვების პროცესი. ეს არის უკვე მნიშვნელოვანი მომენტი, დიდი გადადგმული ნაბიჯი, რომ შენ მედიტირებ. როდესაც აი ეს სივრცე ნელ-ნელა იზრდება, მიხვალ იმ მომენტამდე, რომ მედიტაციისას არა 1000 და მილიონი ფიქრი, არამედ 1, 2 ან მაქსიმუმ 5 ფიქრი მოდის შენს გონებაში. მაგრამ ამისათვის რა თქმა უნდა შენ გჭირდება მოთმინება, რომ მოთმინებით მოიგიდო ამ პროცესს. საიდან უნდა დაიწყო მედიტაცია? მედიტაციისთვის აუცილებლად გჭირდება სივრცე. შეიძლება ეს იყოს სამუშაოზე, შეიძლება იყოს სახლში, მაგრამ ეს სივრცე აუცილებლად უნდა გქონდეს. არ არის საჭირო, რომ რაღაც განსაკუთრებული სივრცე იყოს. მნიშვნელოვანი არის, რომ შენ როდესაც ამ სივრცეს დაინახავ, შენში სიმშვიდე ისადგურებდეს, რომ გრძნობდე, ეს არის ადგილი, სადაც მე შემიძლია დავიწყო მედიტირება. თვითონ ადგილი უნდა გიწევდეს, რომ მედიტაცია დაიწყო და შეიძლება იქ მხოლოდ ესეთი ერთი სანთელი იყოს. ან შეიძლება იქ უბრალოდ შენი საყვარელი ჭიქა იყოს, სადაც ყავას დალევ, ჩაის. აუცილებლად უნდა გქონდეს ბალიში, რომელსაც დაჯდები, გასწორებ ხერხემალს და დაიწყებ სუნთქვაზე დაკვირვებას. კიდევ ერთი მომენტი მინდა
ერთ მომენტზე მინდა გავამახველო ყურადღება, რომ როდესაც ჩვენ გონებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითარისოთ ის მომენტი, რომ იოგაში ჩვენ გონებას ყოფ სამ ნაწილად და ეს არის უარყოფითი გონება, ეს არის დადებითი გონება და ეს არის ნეიტრალური გონება. რაც ახლა შენ გესმის ის მომენტი, რომ ნეიტრალური გონება ან დადებითი ან უარყოფითი, აქედან უარყოფითი სულაც არ არის უარყოფითი და დადებითი კიდევ არც ისე დადებითი არის. მახსოვს, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა ერთჯერ მითხრა, რომ ყველა სიტყვა არის ნეიტრალური და უბრალოდ ჩვენ მათ ვმოხტათ გარკვეული ენერგიით. ზუსტად ასე არის ჩვენი გონებაც. ნეგატიური გონება ეს არის გონება, რომელიც ჩვენ გვიცავს, მას აქვს დამცველი ფუნქცია. ეს გონება აუცილებელი არის, რადგანაც თუ კი შენ ტერიტორიას არ იცნობ, ის გიცავს, რომ უბრალოდ არ შეხვიდე შეუცნობელ ტერიტორიაზე. ის გიცავს სხვა და სხვა მომენტებისაგან, არასასიამოვნო მომენტებისაგან, მაგრამ მთავარი აქ არის ბალანსი. დადებითი გონება, ეს არის ენთუზიაზმი, რომელიც გიბიძგებს გადადგა, ნაბიჯი წახვიდე, გააკეთო და იმის მთავარი კითხვა არის, მიდი გააკეთე, რა შეიძლება მოხდეს. თუმცა შეიძლება რაღაც მართლა მოხდეს, თუ კი ამ გონებას აყვები და თუ კი ეს გონება არ არის ბალანსში. ჩვენ გვაქვს კიდე ნეიტრალური გონება და ეს არის ფაქტურად იოგური გონება. ეს არის საიდანაც ჩვენ მედიტაციის საშუალებით მივხვდით. ნეიტრალური გონება უსმენს დადებით გონებას, უსმენს ნეგატიურ გონებას და 9 წამის განმავლობაში შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს. და ეს მოქმედება არის ნეიტრალური და ეს მოქმედება არის ყველაზე მჭიდრო კავშირში შენ სულთან, შენ სულიერ მისიასთან. და ეს გონება ვითარდება მედიტაციის შედეგად. მას მოყავს ფაქტურად ჩვენი გონება ბალანსში. საიდან უნდა დაიწყო მედიტირება? როგორც გითხარი, აუცილებლად გჭირდება შენი სივრცე და შემდეგ უკვე ფიზიკური მომზადება. აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის საჭირო. შენ შეგიძლია დაიწყო 3 წუთიდან და დაიწყო შენს სუნთქვაზე დაკვირვებით. ამ დროს ხდება ღრმა ჩასუნთქვა, ნელი მშვიდი ამოსუნთქვა. სუნთქვა უნდა იყოს გრძელი, მშვიდი, ღრმა აუცილებლად. სხეულში უნდა შეიგრძნო სუნთქვის მოძრაობა. ფაქტიურად სუნთქვა არის მედიტაციის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, ერთ-ერთი მთავარი გასაღები და არა მარტო მედიტაციის, ჩვენი ცხოვრების. ჩვენ სუნთქვით ვიწყებთ ცხოვრებას და სუნთქვითვე ვასრულებთ ჩვენს ცხოვრებას. ამიტომ სუნთქვა სწორად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. მაგრამ ვის სუნთქავს დღეს სწორად? ძალიან ცოტა ადამიანი სწორად სუნთქვაში მეგულისხმობ გასრებულ, გაცნობიერებულ სუნთქვას, სადაც შენ ხვდები, სად არის ჩასუნთქვა, სად არის ამოსუნთქვა. ზოგადად სუნთქვა დაკავშირებული არის ჩასუნთქვისას ჩვენ ვისუნთქავთ სიახლეს, რაღაც ენერგიას და ამოსუნთქვისას ჩვენი სხეულიდან გამდის ის, რაც არ გვჭირდება. მაგრამ თუ კი ჩვენ ამ პროცესს საკმარის დროს არ დავუთმობთ, ბუნებრივია, აქ ეს პროცესი არ არის გათანასწორებული და შესაბამისად არც გაშვება და არც მიღება სწორად არ მიმდინარეობს. ეს დაკავშირებულია პრანა და აპანასთან, ანუ პრანა ეს არის ჩასუნთქვისას, რასაც ვიხებთ, ეს არის სასიცოცხლო ენერგია და აპანა ეს არის გათავისუფლება. იმისთვის რომ ჩვენი სხეული, ჩვენი ცხოვრება იყოს ბალანსში, ჩვენ პრანა აპანას აუცილებელი ბალანსი გვჭირდება. დაიწყე მედიტაცია დღეს, დაიწყე მედიტაცია 3 წუთიდან და დაიწყე თანაბარი სუნთქვით. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩასუნთქვაც, ამოსუნთქვაც თანაბარი იყოს, რომ მიღება და გაცემა გათანაბრებული იყოს
შენს ცხოვრებაში. მე აქ ამ YouTube არხზე მაქვს ძალიან ბევრი მედიტაციები, რომელიც შენ შეგიძლია დაიწყო 3 წუთიდან. ამიტომ ნუღა გაფლანგავ დროს, ნუ დაელოდები განსაკუთრებულ მომენტს. აიღე, არჩიე ერთ-ერთი მედიტაცია და დაიწყე მედიტირება. მედიტაციისთვის მე მაქვს ასევე შექმნილი ძალიან კარგი გიდი, რომლის შექმნაშიც ფაქტურად დავეხმარე კუნდალინი იოგის სხვადასხვა წიგნი, ჩემი პირადი გამოცდილება და შევქმნი გაიდი წიგნი, რომელიც დაგეხმარება მართო შენი გონება. თუ კი გაინტერესებს მედიტაცია, გაინტერესებს ეს გაიდი, წიგნი, ამასეთი შეგიძლია რომ მომწერო ან დაკომენტარო ეს ვიდეო და მე შესაბამისად გამოგიგზავნი ინფორმაციას. შეგიძლია სულ არაფერი არ გააკეთო, უბრალოდ გადახვიდე YouTube არხზე, ამოძებნო ერთ-ერთი მედიტაცია და დაიწყო მედიტირება დღესვე. მე მინდა გისურვო წარმატებები. სადა